1642 წლის 25 დეკემბერი. ლინკოლნის საგრაფოს პატარა სოფელში დაიბადა სერ ისააკ ნიუტონი. ისააკი დაბადებისთანავე აღმოჩნდა რამდენიმე პრობლემის წინაშე. მამა, ასევე ისააკ ნიუტონი, მდიდარი მაგრამ გაუნათლებელი ფერმერი, შვილის დაბადებამდე 3 თვით ადრე დაიღუპა. დედამ ისააკზე ნაადრევად იმშობიარა, რაც იმ დროისთვის თითქმის სასიკვდილო განაჩენი იყო ახალშობილისთვის. ბავშვი იმდენად პატარა დაიბადა, დედამისი ამბობდა, რომ 1 ლიტრიან კილაშიც თავისუფლად ჩაეტებაო. ამ დროს ინგლისი თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამოქალაქო ომის გარსეცხლშია გახვეული. მაგრამ ისააკი ასე მარტივად სიკვდილს არ აპირებდა. მეტიც, მან 84 წლამდე იცოცხლა, რაც იმ პერიოდის ადამიანისთვის შესანიშნავი მიღწევაა. რა მომკლავდა? მისი დაბადება თითქმის დაემთხვა გალილეო გალილეის გარდაცვალების წლის თავს, რაც კიდევ ერთ საინტერესო დამთხევად შეიძლება ჩაითვალოს მათთვის, ვისაც რეინკარნაციის სჯერა. ისააკის ბავშვობის მთავარ ტრავმად იქცა ის ფაქტი, რომ 3 წლის ნიუტონი დედამ მას შემდეგ მიატოვა, რაც 63 წლის მდიდარ ბერზე, ბარნაბასზე გათხოვდა. ბარნაბასმა არ მიიღო ისააკი როგორც შვილი, ამიტომ ახალდაქორწინებულმა წყვილმა ნიუტონი ბებიას ჩააბარა და თავად სხვა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. ამ მოვლენამ ნიუტონის ხასიათზე წარუშლელი კვალი დატოვა. დედის ღალატმა იგი კარჩ აკეტა, მარტო სულ და ეჭვიან ახალგაზრდად აქცია. ნიუტონი არ მალავდა სისხლს დედის დამამინაცვლის მიმართ და მათ სახლის გადაწვითაც კი ემუქრებოდა. 8 წლის შემდეგ ისააკის დედა მეორედ დაქვრივდა და სახლში ნიუტონის 3 ნახევარ-და-ძმასთან ერთად დაბრუნდა. თუმცა ოჯახური იდილია მაინც ვერ შედგა. 12 წლის ისააკს გრანთემის სამეფო სკოლაში აბარებენ სასწავლებლად, ხოლო იგი საცხოვრებლად ადგილობრივი აფთიაქარის, მისტერ კლარკის სახლში გადადის. სკოლის სასწავლო პროგრამა ტრადიციულად ფოკუსირებული იყო ბერძნულის, ლათინურისა და ბიბლიის შესწავლაზე. მათემატიკას კი ძალიან ცოტა დრო ეთმობოდა. სწორედ აქ გამოავლინა ნიუტონმა განსაკუთრებული ნიჭი მექანიკაში. იგი არ თამაშობს სხვა ბავშვებთან ერთად, არამედ დაკავებულია რთული მექანიკური სათამაშოებისა და კონსტრუქციების შექმნით. ნიუტონმა თავდაპირველად ქარის წისქვილის ზუსტი ასლი ააგო, რომელიც ფუნქციონირებდა, ხოლო როდესაც ქარი არ იყო, იგი ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ თაგვს იყენებდა, რომელსაც მეწისქვილეს ეძახდა. ნიუტონი იმდენად ზუსტ წყლის საათებს ქმნიდა, რომ აფთიაქარის ოჯახი მათ დროის გასაგებად რეალურად იყენებდა. პატარა ისააკმა ასევე შეესწავლა მზის მოძრაობა და სკოლის კედლებზე მზის საათები ამოკაწრა. აი ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩვენამდე შემორჩა. უნდა ითქვას ისიც, რომ ნიუტონი სკოლაში არ გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მიღწევებით, მაგრამ ერთმა ინციდენტმა ყველაფერი შეცვალა. სკოლის ეზოში ერთ-ერთმა თანაკლასელმა მას მუცელში წიხლი ჩაარტყა. ნიუტონი მოწინააღმდეგეს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ეკლესიის კედელზე თავი არ ტყვევინა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ იგი ინტელექტუალურადაც გაენადგურებინა. ის გახდა სკოლის საუკეთესო მოსწავლე და ამით საბოლოოდ დაჩრდილა მისი მტერი. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის დომინანტურ და შეუბრალებელ ხასიათს. 1659 წელს 17 წლის ნიუტონი დედამ სკოლიდან გამოიყვანა, რათა მას ოჯახის მამული ემართა. გაგიგვირდებათ, ეს მცდელობა აბსოლუტური კრახით დასრულდა. ცხოვრების მწყემსვის ნაცვლად ნიუტონი ხიზზე დასიჯდა და წიგნებს კითხულობდა. ხანაც კი ნაკადულის დინებას იკვლევდა, სანამ საქონელი იკარგებოდა ან მეზობლის ყანებს ანადგურებდა. საბოლოოდ ბიძამ და სკოლის დირექტორმა დედა დაარწმუნეს, რომ ისააკის ადგილი უნივერსიტეტში იყო და არა ფერმაში. 1661 წელს ნიუტონი კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტის კოლეჯში ჩაირიცხა, როგორც სუბსაიზარი. ეს იყო სტუდენტთა ყველაზე დაბალი სოციალური ფენა, რომლებიც სწავლის საფასურის გადახდის სცენასთან მოსამსახურეებად მუშაობდნენ შეძლებული სტუდენტებისა და ლექტორებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი შეძლებული ქალი იყო, მან უარი თქვა შვილის სწავლის სრულ დაფინანსებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ პერიოდის კემბრიჯი ჯერ კიდევ შუა საუკუნეების სქოლასტიკური ტრადიციების მარწუხებში იყო მოქცეული. კურიკულუმი ეფუძნებოდა არისტოტელეს ფიზიკას, ლოგიკასა და ეთიკას. სტუდენტებს ასწავლიდნენ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია და მატერია 4 ელემენტისგან შედგება. თუმცა ნიუტონის ცნობის მოყოლება მოცემულ ჩარჩოებში ვერ ეტეოდა. მისი იმდროინდელი ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ იგი დიდი სკეპტიციზმით ეკიდებოდა გაბატონებულ შეხედულებებს. პლატონი ჩემი მეგობარია, არისტოტელეც, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი ჭეშმარიტებაა. სწორედ ეს ფრაზა უძღოდა წინ მის კრიტიკულ ჩანაწერებს. არისტოტელეს თქმით, საგნები ვარდებიან იმიტომ, რომ მათ აქვთ შინაგანი ლტოლვა თავიანთი ბუნებრივი ადგილისაკენ, ხოლო ნიუტონს არ აკმაყოფილებდა ეს ბუნდოვანი და მეტაფორული ახსნა. მას აინტერესებდა, თუ რამდენად სწრაფად ვარდებიან ისინი და რა ძალა მოქმედებს მათზე. ისააკს სურდა სამყარო მათემატიკური ენით აღეწერა. ნიუტონი ფარულად ეცნობოდა იმ დროის თანამედროვე მოაზროვნეების ნაშრომებს, თუმცა ბოლომდე არავის ემხრობოდა და საკუთარ დამოუკიდებელ ფილოსოფიურ და მათემატიკურ ხედვას აღალივებდა. მან დაასკვნა, რომ სამყარო არ არის ცოცხალი ორგანიზმი, როგორც ეს არისტოტელეს შეეროდა, არამედ უზარმაზარი, რთული მექანიზმი, რომელიც მკაცრ კანონებს ემორჩილება. აღსანიშნავია პროფესორ ბაროუს დამოკიდებულება ისააკის მიმართ. მან ამოიცნო ნიუტონის გენიალური პოტენციალი. ის ჯერ ნიუტონის მენტორი გახდა, ხოლო 1669 წელს თანამდებობიდან გადადგა და ადგილი 27 წლის ისააკს დაუთმო, რადგან ჩათვალა, რომ მოსწავლემ მასწავლებას აჯობა.
მანამ სანამ ისააკი აკადემიური ეშელონის მაღალ საფეხურზე ავიდოდა, 1665 წელს ლონდონისა და ინგლისის დიდ ნაწილს შავი ჭირი მოედო. უსაფრთხოების მიზნით კემბრიჯის უნივერსიტეტიც დაიხურა. ნიუტონი საკუთარ მამულში დაბრუნდა. სოფლის სიჩუმესა და იზოლაციაში, აკადემიური ვალდებულებების გარეშე, ნიუტონის ქონებაში მოხდა ინტელექტუალური აფეთქება, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. 1726 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ნიუტონი თავის ბაღში ჩაბიქრებული იჯდა, როცა ხიდან მოულოდნელად ვაშლი ჩამოვარდა. მას საკუთარ თავს კითხა, თუ რატომ ვარდება ვაშლი მიწაზე ყოველთვის პერპენდიკულარულად, რატომ არ ვარდება დიაგონალურად, ან საერთოდ ზემოთ რატომ არ მიფრინავს. ნიუტონის გენიალური ნაბიჯი არათუ გრავიტაციის აღმოჩენა, არამედ მისი უნივერსალიზაცია გახლდათ. მან დასვა კითხვა, თუ მიზიდულობა მოქმედებს ხისკენ წერომდე, ვრცელდება თუ არა იგი მთვარემდე. მან ჩაატარა გამოთვლები, რათა შეემოწმებინა აკმაყოფილებდა თუ არა მთვარის მოძრაობა მის კანონს. რადგანაც იმ დროისთვის დედამიწის ზუსტი რადიუსი უცნობი იყო, ნიუტონის გამოთვლებში 15%-იანი ცდომილება ჩანდა. ამ შეუსაბამობის გამო მან თეორია გვერდით გადადო. ამავე პერიოდში შექმნა ნიუტონმა კალკულუსი, ფლუქსიათა მეთოდი, იგივე მათემატიკური აპარატის ცვალებადი სიდიდეების, სიჩქარისა და აჩქარების გამოსათვლად, რაც საფუძვლად დაედო დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვას. სწორედ ეს აღმოჩენა გახდა შემდგომში ლაიბნიცთან დავის საგანი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ნიუტონმა შეისწავლა წრიული მოძრაობა და გამოიყვანა ფორმულა ცენტრიდანური ძალისთვის. ნიუტონმა ჩაატარა ექსპერიმენტები ოპტიკაში, რომლის შედეგებიც წარადგინა კემბრიჯში დაბრუნების შემდეგ. ეს ყველაფერი 1667 წელს მოხდა. მას შემდეგ, რაც ისააკი ტრინიტის კოლეჯის წევრად და ლუკასიანის პროფესორად აირჩიეს. არისტოტელესა და დეკარტეს გავლენით ითვლებოდა, რომ სინათლე თავისთავად თეთრი და სუფთაა, ხოლო ფერები წარმოიქმნება მისი დაბინძურებით ან მოდიფიკაციით მატერიასთან შეხებისას. ნიუტონმა ეს თეორია გენიალური ექსპერიმენტით უარყო. მან ბნელ ოთახში დარაბის ცხრილიდან შემოუშვა მზის სხივი და იგი პრიზმაში გაატარა, რის შემდეგაც კედელზე ფერადი სპექტრი მიიღო. შემდეგ მან აიღო მეორე პრიზმა და შებრუნებული პოზიციით დაუგანა პირველს. ფერადი სხივები კვლავ შეიკრიბა და მიიღო თეთრი სინათლე. მან ასევე სპექტრიდან გამოყო ერთი კონკრეტული ფერი და გაატარა მეორე პრიზმაში. ფერი აღარ დაშლილა, ის მხოლოდ გარდატყდა. დასკვნა, თეთრი სინათლე არ არის მარტივი. ის შედგება სხვადასხვა გრადაციის მქონე სხივების ნაზავისგან. 1668 წელს ნიუტონმა შექმნა ტელესკოპი, რომელიც იყენებდა არა ლინზას, არამედ სარკეს. სარკე სინათლეს ირეკლავს და აშლის ფერებად. შესაბამისად, მისმა შექმნილმა პატარა 6 დიუმიანმა ტელესკოპმა საგნის 40-ჯერ გადიდება შეძლო, რაც გაცილებით აღემატებოდა იმ დროის გიგანტურ რეფრატორებს. ამ გამოგონებამ 1672 წელს მას სამეფო საზოგადოების წევრობაც მოუტანა. ნიუტონის ბიოგრაფიის ყველაზე იდუმალი ნაწილი მის ალქიმიურ საქმიანობას ეხება. საუკუნეების განმავლობაში ეს ფაქტი მიჩქმალული იყო, რადგან არ შეესაბამებოდა რაციონალური მეცნიერის იმედს. თუმცა ნიუტონისთვის ალქიმია, თეოლოგია და ფიზიკა ერთიანი ჭეშმარიტების ნაწილი იყო. ის თვლიდა, რომ ძველმა ცივილიზაციებმა იცოდნენ სამყაროს ის საიდუმლოებები, რომლებიც დროთა განმავლობაში დაიკარგა და მათი აღდგენა იყო საჭირო. ნიუტონმა კოლეჯის ბაღში ლაბორატორია მოაწყო, რომელშიც 30 წლის განმავლობაში ატარებდა სხვადასხვა ცდებს. 1970-იან წლებში ჩატარებული ანალიზების შედეგად ნიუტონის თმაში ვერცხლის წყლის კონცენტრაცია დაახლოებით 40-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის შემთხვევაში. გარდა ამისა, მის თმაში იპოვეს ტყვიის, დარიშხანისა და ანთიმონის კვალიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ინტერესს ალქიმიისადმი. მისი ჩანაწერები, დაახლოებით 1 მილიონი სიტყვა ალქიმიაზე, სავსეა კოდირებული ენით. იგი იყენებდა სიტყვებს როგორიცაა მწვანე ლომი, ნეპტუნის სამკაპი, ფილოსოფიური ვერცხლის წყალი და სხვა. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ნიუტონის მთავარი მიზანი არ ყოფილა ოქროს მიღება სიმდიდრისთვის. მას აინტერესებდა ეგრეთ წოდებული მცენარეული სულის იდეა, რომლის მიხედვითაც ლითონები ცოცხალი ორგანიზმებით იზრდებიან დედამიწის წიაღში. მას სჯეროდა, რომ არსებობს აქტიური პრინციპები, სულიერი ძალები, რომლებიც მატერიას აცოცხლებენ და მოძრაობაში მოხავთ იგი. წმინდა მექანიკური ფილოსოფია ვერ ხსნიდა სიცოცხლესა და გრავიტაციას. ალქიმია კი სთავაზობდა ახსნას უხილავი ძალების შესახებ. თანამედროვე მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ალქიმიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მსოფლიო მიზიდულობის თეორიის ჩამოყალიბებაში. ნიუტონის გრავიტაცია, უხილავი ძალა, რომელიც ვრცელდება სიცარიელეში, ეს იმ დროისთვის უფრო ალქიმიური კონცეფცია იყო, ვიდრე წმინდა მექანიკური. თეოლოგია. რაც შეეხება ნიუტონის თეოლოგიურ საქმიანობას, იგი ძალიან დიდ დროს უთმობდა ბიბლიის შესწავლას. მან ისწავლა ივრითი, რათა ორიგინალში წაეკითხა ძველი აღთქმა. მისი კვლევის შედეგები იმდროინდელ ინგლისში სიცოცხლესთვის საშიშიც კი იყო. ნიუტონი მივიდა დასკვნამდე, რომ წმინდა სამების დოქტრინა, რომ მამა, ძე და სულიწმინდა თანასწორნი არიან, იყო გვიანდელი სიყალბე, რომელიც ეკლესიაში მეოთხე საუკუნეში ათანასე ალექსანდრიელმა შეიტანა. ნიუტონი თვლიდა, რომ იესო ქრისტე იყო ღმერთის ძე, იგივე მესია, მაგრამ არა ღმერთის თანასწორი და მარადიული. ეს იყო არიოზული ერესი. მან თავისი რელიგიური ნაშრომები საიდუმლოდ შეინახა და მხოლოდ რამდენიმე მეგობარს გაანთო. ნიუტონს სჯეროდა, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები იყო კოდირებული ისტორია. მან შეადგინა ქრონოლოგია და გამოთვალა, რომ სამყაროს აღსასრული, რაც ნიშნავდა ქრისტეს მეორე დოსვას და არა განადგურებას, არ მოხდებოდა 2060 წლამდე. მან ეს თარიღი პოლიტიკური
და რელიგიური მოვლენების მათემატიკური ანალიზის შედეგად მიიღო. 1694 წელს ისააკს კემბრიჯში ბრიტანელი ასტრონომი და მათემატიკოსი ედმონდ ჰალეი ეწვია, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა მეცნიერების ისტორიაში. სწორედ ამ ვიზიტის დამსახურება იყო ის, რომ დაიწერა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო წიგნი ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები. ჰალეიმ კითხა ნიუტონს, როგორი იქნება პლანეტის ორბიტა, თუ მიზიდულობა მანძილის კვადრატის უკუპროპორციულია. ნიუტონმა კი მაშინვე უპასუხა, ელიფსი. ჰალეი გააოცა ასეთმა სწრაფმა და ჭკვიანურმა პასუხმა. ნიუტონმა კი უთხრა, რომ ეს წლების წინ გამოთვალა, მაგრამ ჩანაწერები უბრალოდ ვერ იპოვა. ჰალეიმ აიძულა ნიუტონი აღედგინა გამოთვლები და კიდევ უფრო გაეფართოებინა ისინი. მომდევნო 18 თვის განმავლობაში ნიუტონმა იმდენად არაადამიანური დატვირთვით იმუშავა, რომ მას ხშირად დაუწყდებოდა ჭამა და ძილისკი. წიგნი 1687 წლის ივლისში გამოიცა. ნაშრომი შედგება 3 ნაწილისგან. ნაწილი პირველი: სხეულთა მოძრაობა ვაკუუმში. ამ ნაწილში ნიუტონი აყალიბებს მოძრაობის კანონს, F უდრის M განავლებული აზე, სადაც F არის ძალა, M მასა, ხოლო A აჩქარება. მარტივად რომ ვთქვათ, სხეულის აჩქარება პირდაპირ პროპორციულია მასზე მოქმედი ძალის და უკუპროპორციულია მისი მასის. ნაწილი მეორე: წინააღმდეგობის ძალა. ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ როცა სხეული მოძრაობს სითხეში ან აირში, მასზე მოქმედებს ძალა, რომელიც აფერხებს მის მოძრაობას. იმ დროს გაბატონებული იყო დეკარტისეული შეხედულება, რომლის მიხედვითაც პლანეტები მზის გარშემო იმიტომ ბრუნავენ, რომ კოსმოსი სავსეა უხილავი სითხით, რომელიც ქმნის მორევებს და პლანეტებს თან მიათრებს. ნიუტონმა კი მათემატიკურად დაამტკიცა, რომ თუ კოსმოსი სითხით იქნებოდა სავსე, იგი არა აჩქარებდა, არამედ წინააღმდეგობას გაუწევდა პლანეტებს, რაც მათ საბოლოო გაჩერებას გამოიწვევდა. და რადგან პლანეტები ათასობით წელია არ ჩერდებიან, ეს ნიშნავს, რომ კოსმოსი ვაკუუმი, ცარიელი სივრცეა და იქ წინააღმდეგობა უბრალოდ არ არსებობს. ამით მან გაანადგურა დეკარტის თეორია და საფუძველი დაუდო პლანეტების მოძრაობის ახალგაგებას. ნაწილი მესამე: მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ნიუტონმა ამ კანონით ახსნა პლანეტების მოძრაობა, მთვარის ორბიტა, დედამიწის წყლის მიქცევ-მოქცევები და კომეტათა ტრაექტორიები. მან წიგნი დაწერა ლათინურ ენაზე და განზრახ ქართულებული გეომეტრიული სტილით, რათა თავიდან აეცილებინა მათემატიკაში გათვითცნობიერებული ადამიანების კრიტიკა, რასაც ის ჭირივით ვერ იტანდა. კრიზისი. ტრიუმფის შემდეგ 1693 წელს ნიუტონმა მძიმე ნერვული აშლილობა განიცადა. მკვლევარები ამ მოვლენას სხვადასხვა მიზეზს მიაწერდნენ: ემოციური გადაწვა, მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა, ქრონიკული მოწამვლა ვერცხლის წყლით ალქიმიური ცდების გამო და ასე შემდეგ. გამოჯანმრთელების შემდეგ ნიუტონმა გადაწყვიტა ცხოვრება შეეცვალა. მას აღარ სურდა აკადემიური იზოლაცია. ამ პერიოდში ნიუტონი თავის 50-იან წლებში იყო, მარტოხელა და სოციალურად მოუქნელი. მას ჭირდებოდა სანდო ადამიანი, რომელიც მართავდა მის საოჯახო მეურნეობას ლონდონის ცენტრში. სწორედ ამ დროს ლონდონში ჩამოდის ახალგაზრდა კატერინა ბარტონი, ნიუტონის ნახევარ-დიშვილი. კატერინა ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დიასახლისი. ის ნიუტონის სოციალური მენეჯერის გახდა. ლონდონი კემბრიჯისგან განსხვავებით მოითხოვდა აქტიურ სოციალურ ცხოვრებას, ვახშმებს, პოლიტიკურ კავშირებს და დიპლომატიურ ეტიკეტს. კატერინას ბუნებრივმა შარმმა და სილამაზემ ნიუტონის სახლი ინტელექტუალური ელიტის შეკრების ადგილად აქცია. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა კატერინა ჩარლზ მონტეგიუს, ინგლისის ფინანსთა კანცლერს, რომელიც ნიუტონის ძველი მეგობარი და სტუდენტი გახლდათ. კატერინა და ჩარლზი ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ერთად და ფართოდ გავრცელებული ცნობების თანახმად მათი ურთიერთობა სცდებოდა საქმიან ჩარჩოებს. 1696 წელს სწორედ ჩარლზ მონტეგიუს პროტექციით დაინიშნა ნიუტონის სამეფო ზარაფხანის გამგით. დადიოდა ჭორები, რომ ნიუტონის ამ პოსტზე დანიშვნა კატერინას წყალობით მოხდა. ბევრს ეგონა, რომ ზარაფხანის გამგეობა ნიუტონისთვის საპატიო პენსია იქნებოდა, თუმცა მან ეს თანამდებობა სრული პასუხისმგებლობით მიიღო. 1699 წელს ის დაწინაურდა და გახდა ზარაფხანის მაგისტრი. ეს იყო პოსტი, რომელსაც იგი სიკვდილამდე ინარჩუნებდა. ამ პერიოდში ინგლისის სერიოზული ფინანსური კატასტროფის წინაშე იდგა. ვერცხლის მონეტები მასობრივად ყალბდებოდა თაღლითების მიერ. ნიუტონმა ჩაატარა მონეტარული რეფორმა. ყველა ძველი მონეტა ამოიღეს და გადაადნეს, რათა ახალი, მექანიკური წესით მოჭრილი დაცული მონეტები გამოეშვათ. მან გამოიყენა თავისი მეცნიერული უნარები, გააუმჯობესა დნობის პროცესი. დანერგა მკაცრი აღრიცხვა და წარმოება კვირაში 100,000 ფუნტ სტერლინგამდე გაზარდა. ნიუტონის ზარაფხანაში მოღვაწეობა ნამდვილ დეტექტიურ თრილერს გავს. მისი მთავარი მტერი უილიამ ჩალონერი იყო, გენიალური თაღლითი, რომელიც არამხოლოდ ჭირდა ყალბ-ფულს, არამედ პარლამენტს ექსპერტ ურჩევებს თავაზობდა ყალბი-ფულის აღმოჩენაზე და ამით ცდილობდა ზარაფხანაში შეღწევას ტექნოლოგიების მოსაპარად. ნიუტონმა პირადად წარმართა გამოძიება. მან შექმნა ჯაშუშების ქსელი ლონდონის ფსკერზე. გადაიცვა ტანსაცმელი და დადიოდა ტავერნებში ინფორმაციის მოსასმენად. მან პირადად დაკითხა ასობით ეჭვმიტანილი და მოწმე. ჩალონერი დასცინოდა ნიუტონს და ცდილობდა მის კომპრომატირებას, მაგრამ ნიუტონის შეგროვებული მტკიცებულებები უტყუარი აღმოჩნდა. 1699 წელს ჩალონერი ღალატისთვის გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. ნიუტონი არ დასწრებია დასჯას, მაგრამ მან მიზანს მიაღწია. სისტემის მტერი საბოლოოდ გაანადგურა.
1703 წელს ნიუტონი სამეფო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. მან ჯენტლმენების კლუბი სამეცნიერო დემონსტრაციულ ინსტიტუტად აქცია, სადაც მკაცრი წესები დაამყარა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მან შური იძია რობერტ ჰუკზე, რომელიც ადრეულ პერიოდში აკრიტიკებდა ნიუტონის თეორიებს ოპტიკის შესახებ. ნიუტონმა თავისი ნაშრომი სინათლისა და ფერების შესახებ ჰუკის სიკვდილის შემდეგ გამოაქვეყნა, ხოლო ჰუკის მრავალი ინსტრუმენტი და ჩანაწერი გაანადგურა. გარდა ამისა, უკვალოდ დაიკარგა ჰუკის ერთადერთი პორტრეტი, იდუმალებით მოსულ ვითარებაში. ასევე ორი სიტყვა უნდა ითქვას ნიუტონის დავაზე ლაიბნიცთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ კალკულუსი მისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა 1675 წელს. ნიუტონი კი ამტკიცებდა, რომ მან კალკულუსი ჯერ კიდევ 1666 წელს შექმნა, თუმცა უბრალოდ არ გამოუქვეყნებია. 1710-იან წლებში ნიუტონის მომხრეებმა ლაიბნიცი პლაგიატში დაადანაშაულეს. ნიუტონმა, როგორც სამეფო საზოგადოების პრეზიდენტმა, დანიშნა სრულიად მიუკერძოებელი კომიტეტი დაბის გამოსაძიებლად. სინამდვილეში კი კომიტეტის შემადგენლობა თავად შეარჩია, ხოლო საბოლოო ანგარიში, რომელიც ლაიბნიცს ამტყუნებდა, თავად ნიუტონმა დაწერა ფარულად. ეს იყო ძალაუფლების ბორტად გამოყენების კლასიკური მაგალითი, მაგრამ ისტორიამ ორივე მეცნიერს მიანიჭა პრიორიტეტი. ეს იყო დამოუკიდებელი აღმოჩენა. სიცოცხლის ბოლო წლებში ნიუტონი ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. 1705 წელს დედოფალმა ანამ მას რაინდის წოდება მიანიჭა. სერ ისააკ ნიუტონი. ისტორიაში პირველად მეცნიერული დამსახურებისთვის. სიცოცხლის მანძილზე ნიუტონმა ძალიან დიდი ქონება მოაგროვა, რომელიც მის ნათესავებზე გადანაწილდა. 1727 წელს 84 წლის ასაკში. ნიუტონის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა. მან უარი თქვა უკანასკნელ ზიარებაზე. გარდაიცვალა 31 მარტს, დილში. იგი დაკრძალეს ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში. აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც ღვთაებრივი გონებით პირველმა აჩვენა პლანეტების მოძრაობა, კომეტების გზები და ოკეანის მიქცევები. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ ადამიანში თანაარსებობდეს უკიდურესი რაციონალიზმი და ღრმა მისტიციზმი, შურისძიების წყორვილი და საქმისადმი თავდადება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერებამ უარყო მისი ალქიმია და მისტიციზმი, ნიუტონის სრული გაგება შეუძლებელია მისი ეგრეთ წოდებული ბნელი მხარის გარეშე. ის იყო ხიდი მაგიასა და ახალ მეცნიერებას შორის. გენიოსი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე ლამაზი ნიჟარა იპოვა ჭეშმარიტების დიდი ოკეანის ნაპირზე. ასე მოიხსენიებდა იგი საკუთარ აღმოჩენებს. ახლა კი როგორც სერ ისააკ ნიუტონი იტყოდა, თქვენთან საუბარი ისეთივე სასიამოვნოა, როგორც საკუთარ თამთან. ოღონდ ცოტათი უფრო დამხლელი. ასე რომ დროებით.